საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები არსებული ურთიერთობების გადატვირთვის შანსებზე საუბრობენ, თუმცა მხარეებს არსებული ვითარების განსხვავებული ხედვები აქვთ. როგორც ოფიციალურ ვაშინგტონში, ისე თბილისში ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინი ნამდვილად არსებობს, თუმცა ამერიკული მხარე საქართველოსგან გარკვეული პოლიტიკური ტრაექტორიის ცვლილების დანახვას ელოდება. საქართველოს ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ პრობლემა ქვეყნის პოლიტიკაში არ არის და ურთიერთობების გაუარესება წინა ამერიკული ადმინისტრაციის პერიოდში არსებული მიდგომების შედეგია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საომავლო თანამშრომლობის გზამკვლევი ორივე ქვეყნის ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს და პარტნიორობა ურთიერთპატივისცემის პრინციპით უნდა განვითარდეს. ოპოზიციის შეფასებით კი თბილისი თუ კი საკუთარ პოლიტიკურ კურსს არ გადახედავს ვაშინგტონის მხრიდან ურთიერთობების არსებითი გადატვირთვა და ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები ნაკლებად მოსაოდნელი იქნება. დღეს ამ თემაზე მაგდა ბლუაშვილი მუშაობს და აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ მხარეთა შეფასებებს მისგან პირდაპირ ეთერში მოვისმენთ. მაგდა, მოგესალმებით და გისმენთ. იმის ფონზე, რომ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვის ნაწილში სწორედ ქართული ოცნების ტრაექტორიის ცვლილებაზე საუბრობს, ბუნებრივია ჩვენ მთავარი კითხვები ქართული ოცნების მისამართით სწორედ ამ ნაწილში დავსვით და როგორც აღმოჩნდა, მმართველი გუნდის პოზიცია არის საკმაოდ ხისტი. ამ შემთხვევაში მათი მხრიდან მოვისმინეთ უცვლელი რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით. ტრაექტორია უცვლელია, ვითხოვთ პატივისცემასა და თანასწორობას. ეს გახლავთ მარკო რუბიოს გზავნილის მისამართით ქართული ოცნების პასუხი, თუმცა ამის პარალელურად ზოგადი განცხადებებიც მოვისმინეთ ჩვენ სახელისუფლებო გუნდის ლიდერების მხრიდან, მაგალითად მთავრობის მეთაურმა ირაკლი ყობახიძემ დღეს მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ის რაც დღეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ეს სრულიად და ამ შემთხვევაში სრულიად მოხდა სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, თუმცა ახლა სწორედ სამართლიან მიდგომებს ითხოვს მთავრობის მეთაური და არა მხოლოდ ის ქართული ოცნების, შეიძლება ასე ითქვას, ყველა წევრი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. Უკვე რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ყველაფერი გაფუჭდა ამერიკული მხარის გამო წინა ადმინისტრაციის ძალისხმევით. საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმე და გამოსწორება მოთხოვოს. საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო. თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში დემოკრატიის ხელყოფას, სამართლის უზენაესობის ხელყოფას, ამას თქვენ ვერ ნახავთ და სახელმწიფოს ღირსების რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ თქვენ მოგვიანებით. ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას. რადგან სამართლიანობაზე საუბრობთ, ამერიკის შეერთებულ შტატებმა უნდა აღადგინოს სამართლიანობა, გამოასწოროს ის გადაწყვეტილებები, რომელიც სამწუხაროდ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო. ეს ძალიან ცუდი იყო, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ტრაექტორია უცვლელია, რომელიც იცის აბსოლუტურად ყველა, რომ ჩვენ ვითხოვთ ძალიან მარტივს პატივისცემას და თანასწორობას. ჩვენ გვჭირდება გზამკვლევი, სადაც სისტემურად იქნება გაწერილი ის ნაბიჯები, თუ რამ უნდა მიგვიყვანოს ჩვენ რეალურ და არა ფურცელზე დაწერილ პარტნიორობასთან. როდესაც ჩვენ საუბრობთ ტრაექტორიაზე, აქ არის საუბარი ურთიერთობების ტრაექტორიაზე და არა პოლიტიკურ ტრაექტორიაზე. საქართველომ აირჩია ის პოლიტიკა, რომელიც აირჩია, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გადახედვას არ ექვემდებარება. როგორც უკვე მოისმინეთ, ქართული ოცნების წარმომადგენლები საგარეო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებენ. ყოველ შემთხვევაში მათი პოზიცია ამ საკითხზე არის საკმაოდ ხისტი და აუცილებლად უნდა ვუთხრათ მაყურებელს ისიც, რომ დღეს სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს ისიც, რომ ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობის ნაწილში ისინი შენიშვნას არ მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რადგან ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით სწორედ ოფიციალური ვაშინგტონი საუბრობს ახლა რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობას. თუმცა ამ განცხადებების ფონზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინეთ ჩვენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან. ხელისუფლების ოპონენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სწორედ მარკო რუბიოს გზავნილი ცხადყოფს იმას, თუ რა დამოკიდებულება აქვს ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართული ოცნების მისამართით. სწორედ ამავე ნაწილში ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ახლა ბურთიც და მოედანიც არის ქართული ოცნების მხარეს და მთავარი ნაბიჯები სწორედ სახელისუფლებო გუნდმა უნდა გადადგას. ბურთი არის ქოცების მოედანზე,
მაგრამ ქოცები არიან რუსები, რომლებიც ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესს. არჩევნები, პოლიტპატრიოტების გათავისუფლება, ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, შუადერეფნის და ანაკლის სპორტის განვითარება, ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება, ირანთან მეგობრობის და პოლიტიკური ფლირტის შეწყვეტა, ადეკვატური პოლიტიკური და სამართლებრივი განემოს უზრუნველყოფა. ეს არის გამოსავალი და ის აბსოლუტური მინიმუმი, რომლის გარეშეც არავითარი ნორმალიზება არ მოხდება. ეს ძალიან მკაფიოდ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ზუსტად აცნობიერებს იმას, რა რეჟიმი არის დღეს საქართველოში. საქართველოში არის რეჟიმი, რომელიც კრძალავს ოპოზიციურ პარტიებს, რომელსაც ყავს პოლიტიკური პატიმრები, რომელიც არის მოკავშირე ირანის და მე შევახსენებ საზოგადოებას და ეს ძალიან კარგად ახსოვთ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ასევე ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრს ეძახის თავის თავს, ბატონი კობახიძე, სად იყო ვის დაკრძალვაზე ირანში ჩასული, როდესაც ამაყად იდგა. მიუხედავად ქართული ოცნების მცდელობისა, რომ სრული იზოლაცია მოეხდინა საქართველოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რუბიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი არის საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი არის ქართველ ხალხთან მეგობრული სტრატეგიული ურთიერთობის შენარჩუნება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გზავნილების ფონზე კი დღეს ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის სწორედ მარკო რუბიოს მოადგილის მოსაზრება. ამ შემთხვევაში კრისტოფერ ლანდაუ დაესწრო სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და მან ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, როგორც ლანდაუ აცხადებს. სამწუხაროა ის, რაც ხდება დღესდღეობით ორ ქვეყანას შორის, თუმცა ის იმედოვნებს, რომ სამომავლოდ დადებითი ნაბიჯები გადაიქმნება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის კუთხით. სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი. იმ კავშირების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს სხვაგვარად გვაკავშირებს. როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას ვესწრები, ეს ფაქტობრივად უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის დავათბოთ ურთიერთობები. თბილისში ჩვენი დელეგაცია წარვგზავნეთ და დადებითი განწყობით ველი, რომ თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობა გაგრძელდება, რათა შევძლოთ ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი საერთოს გამონახვა. იქნება ეს ეკონომიკის უსაფრთხოებისა თუ პოლიტიკის მიმართულებით. შევეცადოთ სწორედ ამ მიმართულებით, რომ ვიმუშაოთ, რადგან ვფიქრობ, ჩვენს ორ ქვეყანას მართლაც ბევრი საერთო ინტერესი გააჩნია. ჩვენ გულწრფელად დაინტერესებულები ვართ ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებით. არა მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც, რომ ვთვლით, რომ ეს ორივე ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. აღდგება თუ არა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეს კითხვა კვლავაც ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. როგორც უკვე გითხარით, მარკო რუბიო ახლა გარკვეულწილად ტრაექტორიის ცვლილებაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნული გზავნილის საპასუხოდ ქართულ ოცნებაში საკმაოდ ხისტი პოზიცია აქვთ, არანაირი ტრაექტორიის ცვლილებას არაპირებენ და ტრამპის ადმინისტრაციიდან სამართლიან მიდგომებს ითხოვენ.